გურჯაანში გარე ვაჭრობა აიკრძალა. მერია მოვაჭრები 10 დღით ადრე გააფრთხილა და ალტერნატიული ფართების შესთავაზ და საქმიანობის გასაგრძელებლად. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განმარტებით მოვაჭრების ნაწილი მათ შეთავაზებას დათანხმდა. ნაწილისთვის კი მათი წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა და რამდენიმე მოვაჭრე 2000 ლარი დააჯარიმა. გარე ვაჭრობა აკრძალულია. ჩვენ მერიამ მისცა ვადა კანონით გათვალისწინებული ნორმით 155 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი მუხლი პუნქტით და მიეცათ 10 დღე რომ გაინთავისუფლებინათ აღნიშნული ტერიტორიები და შესულიყვნენ ალტერნატიულ ადგილებში. ეს იყო ბაზარში. ბაზრის ხელმძღვანელობას ვთხოვეთ, რომ გამოეყოთ შესაბამისი ადგილი, სადაც ავტომანქანიდან ვაჭრობას შეძლებდნენ. ბაზარმა კეთილინება გამოთქვა, ბაზრის ხელმძღვანელობამ და დირექციამ გაანთავისუფლა ქვედა ნაწილი ტერიტორია და მოუწყო შესაბამისი პირობა, სადაც შეძლებდნენ კომფორტულ ეგრეთ წოდებულ ვაჭრობას, თუმცა მაინც უარი განაცხადა, ნაწილი შევიდა, ნაწილი გარეთ დარჩა. აქედან გამომდინარე მივეცით კიდე მეორე ალტერნატიული ლოკაცია, ეს იყო ეგრეთ წოდებული კუვეითი, ცენტრალური მაგისტრალი, ლაგოდეხის დამაკავშირებელი მაგისტრალის გვერდითა მხარეს, იქაც ნაწილი ჩავიდა. ამის შემდეგ იძულებული გავხდით, რომ ის გაწეული ღონისძიებები, რაც ჩავატარეთ, მიცემული 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მიგვეღო საჯარიმო სანქციებით კანონიერი აღსრულება დაგვეწყო. რამოდენიმე გარემოვაჭრე ეგრეთ წოდებული, რომლებმაც უარი განაცხადეს ლოკაციის განთავისუფლებაზე, დაჯარიმდნენ. შეუდგათ საჯარიმო სანქცია 2000 ლარის ოდენობით, ხოლო რომელიც კანონმორჩილი მოქალაქე აღმოჩნდა და თავისი საქმიანობა გააგრძელა კერძო ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი კანონმდებლობით თავისუფლდება ნებისმიერი სანქციიდან, აღმოჩნდა წესრიგში. აქედან გამომდინარე გურჯაანის რამოდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე. ეს არის სანაპირო, ეს არის თამარ მეფის ქუჩა, ეს არის სარაჯიშვილის ქუჩა, რაღაც ქუჩები არის ცენტრალური ქუჩები, სადაც არ შეიძლება გარევაჭრობა, სადაც არ დაიშვება არანაირი გარევაჭრობის მსგავსი რაიმე საქმიანობა.